ილია თოფურიას და მისი მეუღლის დაშორების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა, რა უთხრა წყვილის ახლობელმა წყარომ ესპანურ მედიას. ბოლო დღეებში გავრცელებული ხმები ილია თოფურიასა და ჯორჯინა უსკატეგუის შესაძლო კრიზისის შესახებ, როგორც ჩანს, დადასტურდა. ჟურნალისტმა ხავიერ ოიოსმა თავის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, რომ წყვილის ახლობელმა წრემ დაადასტურა ეს ინფორმაცია. ჭორების დასაწყისი, გაუქმებული გამოწერები და წაშლილი ფოტოები. ეჩვი პირველად სოციალური ქსელიდან გაჩნდა, როდესაც წყვილმა ინსტაგრამზე ერთმანეთის გამოწერა შეწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით მათ ისევ გამოიწერეს ერთმანეთი, ეს ჟესტი ჭორების გასაქრობად საკმარისი არ აღმოჩნდა. პირიქით, ურთიერთობა უფრო საეჭვო გახდა, რადგან ერთობლივი ფოტოებიც აშალეს. თავის ვიდეოში ოიოსმა განმარტა, რომ მისმა წყარომ უთხრა, არ ვიცი დაგიდასტუროთ თუ არა, რომ ეს დაშორება საბოლოო იქნება, რადგან ბევრი რამ აქვთ საერთო და ყველაფრისთვის იბრძვიან. ესპანური მედია წერს, რომ ურთიერთობა შესაძლოა ბოლომდე არ იყოს დასრულებული, თუმცა ამჟამად ემოციური დისტანციის რთულ პერიოდს გადიან. სიყვარულის ისტორია, რომელიც 2021 წელს დაიწყო. თოფურიასა და ჯორჯინას სასიყვარულო ისტორია 2021 წელს დაიწყო, როდესაც მათ ერთმანეთი მაიამიში სადილის დროს გაიცნეს. მას შემდეგ ქართველ მებრძოლს არ დაუმალავს მის დამიაღფრთოვანება. ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა კიდეც, რომ მისი გაცნობა იყო ღმერთის ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარი. 2024 წლის ზაფხულში დაიბადა მათი საერთო ქალიშვილი ჯორჯინა. გოგონას დედის სახელით დაარქვეს. თოფურიას კიდევ ერთი შვილი ჰყავს, ვაჟი, რომელიც მას წინა ურთიერთობაში შეეძინა.